ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარისძმა სამართალდამცველებმა გუშინ ღამით დააკავეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუბარისძმა ვახტანგ სუბელიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ამოს თანამშრომელია. ეს კომპანია კი საქართველოში ნავთობპროდუქტების შესყიდვასა და რეალიზებაზე მუშაობს. კომპანიას იურიდიული მისამართი კახეთის გზატკეცილის 15 ნომერში აქვს. მისი დირექტორი კი გურამ გიორგობიანია. ვახტანგ სუბელიანთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების გრანდის, ოილისა და ნეროს თანამშრომლები 6 ინდივიდუალური მეწარმე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარის ფაქტურების დამზადების გზით სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამოს დირექტორი აღიარებითი ჩვენების შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ასევე ბუღალტერი, თუმცა ვახტანგ სუბელიანი და კიდევ ერთი პირი პატიმრობაში რჩებიან. პირადად ჩემთან მიზანს კონტაქტი აქვს, ეს მხოლოდ ეს ბაზიდან ამოაქვს ბენზინი, თვითონ აი მომარაგებდეს. განაჩენი მე არ მეხედვა რა. აბსოლუტურად მოგეუბნე, როგორ თქვა მოხდა, ახლა მეც მომიდა არ ვიცი, გავიგე რა გითხრათ. აი ეს დამხობა მეთქე გაოცემა. არ ფიქრობ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიღებული გაფრთხილება არაიმდენ არ შემოვიდეს ბაზარში. ეს მანქანები საწყავს რეალობდებიან. ეს მათ კითხებთ ინსტიტუცია, ჩვენ არ გქონდა, მე არ მივიდები. რამდენი ადამიანი? დაიცით რა მითხრათ ერთი წუთი, უფროსები არიან დაკავებული, ვინ არის? არ ვიცი, ვერ არის.